ეს არის სოფლის ცენტრი, ახლა სადაც ჩვენ ვართ. აქ საღამოს აი ესე წარმომიდგენია, რომ ხალხი აქ ბირჟაზე სკამებზე ჩამოსხდეს. ესე თავადის სახლი. ნუ აი შეატყობთ ალბათ უფრო რაღაც დიდია. ხო. უფრო ამ სახლმა დამიძახათ. თავადის როლში არ გინდათ რომ აიყვანო თუ ის. თი ვაკანსია ჯერჯერობით არ ვყავ. ჭედლად ხო არ დამეწყოთ. შო. კი, დიდი სიამოვნებით მიგიღებ. აურა წმინდა ხმაობს. სალამი. თუ კი წელს ან შარშან ან მომავალ წელს ვერ ახერხებთ მოინახულოთ იტალია, ესპანეთი, პორტუგალია ან მექსიკა, ან კიდევ ეს ყველაფერი გსურთ რომ ერთდროულად დაათვალიეროთ, ქვეყნიდან გაუსვლელად, შეგიძლიათ ყვარლის მუნიციპალიტეტს ესტუმროთ, კერძოდ კი ანაპეას სოფელს. ეს არის ადგილი, რომელიც მე დღეს აღმოვაჩინე, სულ ახლახანს გაიხსნა, რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს თავისი ვენახებით და გარდა ვენახისა აქ გვხდება ძალიან მრავალფეროვანი გარემო შერეული არქიტექტურა, აი ამ ყველა ეგზოტიკური და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქვეყნიდან, მათ შორის ქართულიც, ძველი კარგად ნაცნობი და დღეს სწორედ ამ ყველაფრის დასათვალიერებლად მოვედით, თქვენ უყურებთ ფერმა და სახლს, მე მიშო ვარ და ეს გახლავთ მორიგი ეპიზოდი. წავედით. გემრიელი ამჩითაც ჩავიტკბარუნოთ პირი და გავემართოთ ანაპეას დასათვალიერებლად. კიდევ ერთხელ ჩავიტკბარუნოთ პირი და კიდევ ერთხელ გავემართოთ. მოდი ჩავიტკბარუნოთ ავში და გან. ალუჩის ყადრი გადავიღეთ უკვე? ხა ვარ გადავიღოთ. კარგი, როგორც გითხარით, ვიტკბარუნებთ ავჩით პირს და მივემართებით ანაპეას სანახავად. გამარჯობა ხატია. გამარჯობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს სოფელში, ანაპეაში. მე ისეთი შევიწლება მაქვს, რომ უცებ აღმოჩნდი იტალიაში. ხო. სინამდვილეში სად ვართ? სინამდვილეში ხართ ყვარლის რაიონის სოფელ ანაპეას სოფელში. ძალიან მართლა რთული დასაჯერებელია ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქ შემოსვლისთანავე წამებში. ისა ყველას თავისი ასოციაცია აქვს, აი სტუმრების მიღება ეხლა დავიწყეთ და ვინც ჩამოდის, არ ვიცი, ზოგი ამბობს, რომ პორტუგალიაში გრძნობს თავს, ზოგი მექსიკაში, ზოგი იტალიაში და ერთის მხრივ ძალიან გვიხარია ეგ ამბავი, იმიტომ რომ სპეციალურად დავყავით რაღაცნაირად სხვადასხვა სივრცე გვაქვს სოფელში და როგორც თავს იგრძნობთ. ოღონდ ჩანაფიქრი არ ყოფილა თავიდანვე რომელიმე ქვეყანას არქიტექტურას დამსგავსებოდა. არა, ნამდვილად არა, პირიქით, რაც უფრო განსხვავებულებები იქნებოდით, მით უკეთესი და ეს იყო ჩვენი ჩანაფიქრი, რომ არც ტოსკანა გვინდა და არც პორტუგალია და არც მექსიკა. თუმცა ყველაფერს გავს, ხო? ხო, ესე რაღაცა ნაზავი გამოვიდა. ხო, მართლა წარმოუდგენელია, რომ აი კახეთში ჩაფლული ეს არქიტექტურა გვხვდება. ჩანაფიქრი როგორ გაჩნდა აქაურობის იდეა, საიდან იწყება? აქაურობის იდეა იწყება სადღაც 10 წლის წინ. ხო, დიდი დრო გავიდა, მოკლედ მას შემდეგ რაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი, მშენებლობა და ნუ აი მართლა 10 წელია, ეხლა ერთი კვირა რაც გავიხსენით. იდეა მაინც ღვინიდან წამოვიდა, ბუნებრივი ღვინის გარშემო გავაშენეთ მე ასე ვთქვათ ეს ინფრასტრუქტურა, რასაც ახლა თქვენ აქ ხედავთ. გვინდოდა რომ ბუნებრივი ღვინო ყოფილიყო იმ ბუნებრივ გარემოში, სადაც ის დაიბადა მართლა რეალურად.
ამიტომ აქ თქვენ ვერაფერს რაღაც თანამედროვეს და არ ვიცი ისეც რა სტანდარტულს ვერ ნახავთ. ძალიან მიხარია და აშკარად ეგრეა. კი. ღვინოს როცა ვახსენებთ და თან ბუნებრივ ღვინოს, ადგილობრივ ჯიშებს გულისხმობთ, ქართულ ჯიშებს. კი, მხოლოდ ადგილობრივ, მხოლოდ კახური ჯიშები გვაქვს. მე აი ვენახს გაჩვენებთ. რა ფართობზეა ეს ვენახი? ვენახი არის 20 ჰექტარზე. ვაუ, არც ისე პატარა. ხო, არც ისე პატარა ვარ ნატურალური მეღვინეობისთვის, მაგრამ ხო, აქ მოსვლისას მეგონა რომ თავი მიმართულება ეს იყო უფრო რაღაც. არა, თავი ღვინოა. თავი ღვინო. ძალიან კარგად ჟღერს რომ თავი ღვინო. და ეს ჯიშებიც გვაქვს მე გაჩვენებთ საკოლექციო ნაწილი გვაქვს, სადაც გვაქვს გაშენებული აი ძველი დაკარგული ჯიშები, აი რა ვიცი, კახის წითელი, იქ ღრუბელა, საფენა, სირგულა და ძალიან ინტერესო ღვინოებია. ცოტა რაოდენობით გვაქვს, მაგრამ ძალიან ვუფრთხილდება. სტუმრები თუ გრძნობენ, რამდენად განსხვავებულ ღვინოებთან აქვთ საქმე, როცა ამას ინჯავენ? კი, ამას ყველას წინასწარ ვეუბნებით, რომ აქ შეუძლიათ განსაკუთრებული სადღაც 40-მდე სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო გასინჯონ, ამიტომ ეს ძალიან მომხიბვლელია ყველასთვის. კეთილი ხატია, რომ დავიწყოთ დამათვალიერებინეთ ეს სივრცე და თან დავიწყოთ აი თავიდანვე რა როგორ დაიგეგმა, როგორ ითი დაიწყეთ აი ეს სივრცე ჰექტარ ნახევარ ტერიტორიაზეა გაშენებული ეს სოფელი. ეს არის სოფელი, ხო. სოფელი იქიდან იწყება მარცხნიდან. ხო, დავათვალიეროთ თან და თან ვილაპარაკოთ. დიდარი გლეხის სახლი. აი აქედან იწყება ჩვენი სოფელი. ეს არის კონცეფცია ეგეთია, როგორც ყოფაც იყო საუკუნის წინ. ეს გადმოვიტანეთ აქ, გვაქვს გლეხის სახლი, დიდარი გლეხის სახლი, ესევე და შეძლებული გლეხის სახლი. შეძლებული გლეხის სახლი. ხო, ეს აზნაურის და ის მოურავის სახლია, მე იქით რო გავალთ და ის ეს სახლები თან არის სასტუმრო. კი, არის სასტუმრო. ხო, ყველა სახლს აქვს თავისი ეზო. ეზოებიც ამავე პრინციპით არის დაყოფილი სიდიდის კუთხით. ეზოები, თქვათ, აი ხეხილის მიხედვითაც გავყავით, რომ აი შეძლებულ გლეხში შედარებით მეტი ხეხილის ხე არის, ან რაღაც ისეთები შევარჩიეთ სპეციფიურად. არქიტექტურა მაინტერესებდა, აი საიდან არის მაგალითად? ხო, ნუ ეს ინსპირაცია კახური სოფლიდან არის. ნუ არქიტექტორთან მისთან ერთადაც ვიმუშავეთ და ჩვენი კონცეფცია გავაცანით. იმის მერე პროექტიდან, აი არ ვიცი, რამდენი პროცენტი აქვს შესრულებული, აი სრულიად გადავაკეთეთ, მერე იქ რაღაცა დავამატეთ, ამოვაკელით. პროცესში მადა გაგეხსნა. ხო, შეიცვალა ბევრი რამე და ქვის სახლები იყო, აი ძველი კახური გლეხის სახლები, თუ ხის ჩარტ, ანუ ხო, იცი, აი ეს ხის ჩარტი. კახის ძალიან ლამაზი აივანიც აქვს. კი, ხო, ნუ ეს შეძლებულ გლეხს აქვს, ეგეთ ლამაზი აივანი. აი გლეხის სახლს არ აქვს. გლეხის სახლთან და ეს მასალებიც, ანუ იდეა ის იყო, რომ გამოგვეყენებინა არსებული, არ ვიცი, ზოგი მდინარიდან, საიდან შეიძლება და ქვები იქიდან მოვიტანეთ. ეს ხის კარფანჯარი და ყველაფერი, რასაც ხედავთ, აქ დავამზადეთ რა, ჩვენი დურგლების ჯგუფი ყავს და მათთან ერთად, ანუ არაფერი აქ ნაყიდი და რაღაცებს ეთყობა, რომ უფრო მეორეული ან ხელახლა გამოყენებულია, ხო? ერთადაც ხო. და ეს პირდაპირ ეფექტს იძლევა, რომ არის უძველესი აქაურობა და არა ავეჯით შიგნით რაც გვაქვს, ესეც ყველაფერი რესტავრირებული გვაქვს, ნაყიდი გვაქვს ძველი, აი ზოგი საერთოდ გადაგდე, აი ის კამი მაგალითად. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ სოფლის ორღობებში. ხო, სოფლის ორღობებში. რომელიც არის ულამაზესი, გლეხი. ხო, ეს გლეხის სახლია, თავისი ფანჩატურით, თავისი ხეხილის ეზოთი. ნუ უფრო ალბათ სამეგობრო დაისვენებს, ანუ ოჯახი დაისვენებს, რომელიცაც აი ესეთი ინდივიდუალური სახლი და ეზო. და ითქოს მე რომ გლეხის სახლში ვიყავ. მეც დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ამ სახლში. არის აზნაურის მაგალითად, ნუ ეთყობა ხო გარედანაც რა უფრო ესეთი მინიმუმ ისე ყო რომ მეორე სართული აქვს დადგმული. არქიტექტურაც გამორჩეულია უფრო. ხო, და ნუ შიგნიდანაც დიზაინიც შემოდის. და ავეჯით შესაბამისი.
მაგალითად რკინის სამჭედლო გვექნება და უკვე გავმართეთ ისე. ვაუ, საინტერესო. შეიძლება რა შევიჭყიდოთ? კი. დავათვალიეროთ. და გვეყოლება მჭედელი, იმედი მაქვს, რა ვიცი. მჭედელი როგორც პროფესია, არ ვიცი, მართლა არ ვიცი, მაგ მიმართულებით რა ხდება. მჭედლებო გამოგვეხმაურეთ. ეს გვინდა სადურგლო, აი გვექ, არა, ნუ სადღაც მოკლედ სადურგლო გვინდა რომ გქონდეს. აქეთ არის. ნუ როგორც და აი ნამდვილი სოფელი როგორიც რომელიც დუღს დუღს და ნამდვილი ადამიანები ნამდვილი აუ რამდენი საინტერესო ნივთია სადღვებები კარაქის სადღვები ერბოსა სადაც რამე ვიპოვეთ ყოველდღე და წამოხდეთ ხო მუზეუმია ნამდვილად ეს საქშენი ჭედლად ხო არ დამეწყოთ განაშო კი დიდი სიამოვნებით მიგიღებ აუ რა წმინდა ხმაურს ძალიან მაგარი. ნაკლებად ვერ ყვები. და როგორი სუნი დგას? სიძველის. ხო. ხო, ნუ ნამდვილი არა, აი, ისეთ არ გვიყვარს რაღაც ატრაქციონები და აი ტურისტებისთვის გადაპრანჭული ხო? მოწყობილი საწნახელი და რეზინის ბოტებით ყურძნის ჭყლეტვა არა გვაქვს. ხო, მოკლედ აქ მოსული სტუმარი პირდაპირ მართლა შეიგრძნობს რა ხდებოდა საუკუნეების წინ საქართველოში, თუ კი ეს აინტერესებს. თუ აინტერესებს, კი. და თან შეუძლია რომ გამოცდილება პირდაპირ მიიღოს. აი ეს წყარო ანუ ბუნებრივად იყო თქვენთან გამოყვანილი თუ მართლა სოფელში. აი და ეს ჩვენ გამოვიყვანეთ, რომ ესე ჩვენ სოფელში აი მართლა ჩვენ სოფელში მგონია თავი, იმიტომ რომ ღობეებს რომ მოუდის. ხო, ეს ღობეც ადგილობრივ მას ადამიანს ხოვებს და გადაგვიწნა და გუკეთე. ძალიან ლამაზია და აი სახანძრო დაფაცრო არის სადღაც მოფარებელში, მაგრამ არის რა. უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, კი. არის სოფლის ცენტრი ხო სადაც ჩვენ ვართ. აქ საღამოს აი ესე წარმომიდგენია რომ ხალხი აქ ბირჟაზე სკამებზე ჩამოსხდეს და თქვათ რაღაცა გვინდა რომ ეხლა ზეიმები მოვაწყოთ. აი არ ვიცი შეიძლება საახალწლოდ აი ეს ნაძვის ჩემს სოფელში მაგალითად აი ესეთ ადგილებში ჭიდაობა ეწყობოდა ხოლმე საკვირაო ჭიდაობა. კი რაღაცა ერთი დღე აქვს როცა მთელი სოფელი ხვარი და 20-იანი თამაშდებოდა ხოლმე. ხვარი ვერც ვასწრებ რეაგირებას იმდენი გამორჩეული დეტალია. ბუები? ხო, ბუ არის ბევრი. იმაში სხვენებში ცხოვრობენ და სპეციალურად გაუკეთეთ სახლი. ხელი შეუწყოთ ამისთვის? ხო, მაგრამ ძალიან პატარა ის გამოგვივიდა. ვერ პრინტებია. დიდი ბუები არის. ეს აქ გვაქვს, ნუ ჯერ ეს ვერ დავასრულეთ, აი ეს შესაბოლი ხორცისთვის, აი ქვევრებს ვხედავ. რაღაცა ტექნოლოგიურად არის მუშაობა. აი იქ ქვევრებზე ამბობ? რა საინტერესოა? ხო, იმიტომ რომ ეს გარესამზარეულო სივრცეა, აქ გვინდა რომ უკეთ აი მზეიმების დროს მოვაწყოთ ხოლმე. შეფ მზარეულები მოვიდნენ და ხო. თავისი ხელი დაატყვან აქაურობას. ხო, ეს ამბავი რომ ბუნებრივი მატერიალები გაქვთ გამოყენებული ყველგან ძირს იატაკი, თიხა, კი. ან აგური, ხე და არსად აი თვალმა დაისვენა რაც აქ შემოვედი რომ არ მინახავს პლასტმასი და მეტალოპლასტმასი და ესეთ რაღაც ძალიან ლამაზია. იქ დილით ვაცხობთ ხოლმე პურს. და ესეთი ნახე. მოდი ჩავიხედოთ. ხო, ნამდვილად სუნზეც იგრძნობა რომ აქ ცოტა ხნის წინ გემრიელი პურები დაცვა. ისე ქართული ხორბლის მიმართულებითაც ყოლა რაიმე გეგმები. ანუ აი პურიც გვინდა რომ და გვაქვს ერთი ქვილი მგონი წითელი დოლია, რომელიც გვაქვს და გვინდა რომ ასევე გქონდეს
მრავალი სახეობა, რაც ხო, აი მე ძალიან გულშემატკივრობ ქართულ ხორბალს და მინდა რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს, რომ ძალიან დიდი ხო და მოძიების პროცესში ვართ. ჩვენ თვითონ არ გვაქვს ხორბალი და ამიტომ ვეძებთ სულ ესეთ საინტერესო ადამიანებს, ვინც ქმნიან და პრინციპში მანდ არის ავტომატური ფილტრი ქართულ ხორბალს, აი პირდაპირ ესეთი ენთუზიაზისტი ადამიანები აკეთებენ და თან ერთმანეთს ძალიან უზიარებენ ხოლმე ტომარა მომცა და დაუთესე და სულ ესეთი ისტორიები მესმის ხოლმე, ასე რომ წესით არ უნდა გაგიჭირდეთ. აი ჩვენი ინტერვიუს ქვეშაც შემდეგ შეიძლება გამოგეხმაურონ ესეთი ადამიანები. კი, ჩვენ ძალიან ღია ვართ, მოკლედ ყველა ესეთი კეთილსინდისიერი და საინტერესო აზრების მიმართ. ეს ტერიტორია თქვენი საკუთრება იყო, ანუ აქ ამ სოფლიდან იყავით თავიდანვე თუ რატომ გადაწყვეტეთ აქ დახუძნეთ? არა, ჩვენ თბილისიდან ვართ. ეს მიწა შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენს ხელში. რაღაცა თანხის ნაცვლად, მოკლედ ჩვენს ოჯახს დაუბრუნეს მიწა. გასაგებია, ჩაგასესხეს მიწის. ჩაგვასესხეს და აღმოჩნდით ამ შარში თავი გავყავით, რომ რამოდენიმე წლის მერე აღმოვაჩინეთ, რომ საერთოდ ეს მიწა აქ იყო. ეს მე ხედები მოგვეწონა. ხო, არა, ხედები კიდე მეორე მარგალიტი აქაურობის. ანუ ერთი რომ თქვენი სივრცე იმხელა, რომ ანუ იქით გახედვაც რთულია, მაგრამ თუ გაიხედავ, თვალს ვერ მოწყვეტავ. იმდენი გრადაციებია, ხო. კი, აი იმდენი ფერია, საღამოს რაღაც მოწითალო, ნარინჯისფერი, აი უამრავი. ხო, ეს ეხლა შევამჩნიე ბოძი, რომელზეც ძალიან ბევრი მინიშნება. ანუ ეს ბოძი ძალიან ძველია და რაღაც რეგიონიდან ჩამოვიტანეთ. მინიშნებებია. აი ეს რა სივრცეა? ესე თავადის სახლი. ნუ აი შეატყობთ ალბათ უფრო რაღაც დიდია. ხო. უფრო ამ სახლმა დამიძახათ. ხო, ისე ეგეც განხილვის თემა არის ხოლმე, რომ აი მე გლეხებში ვარ, მე თავადში ვარ, იქიდან გადმოსძახებენ ერთმანეთს და მოკლედ ძალიან ერთობიან ამ. აი აქ რო შემოაბიჯებ, ალბათ ეგრევე შუა საუკუნეებში ხარ თითქოს. ხო, ეს ბაღიც, აი შესაბამისად ესე ლაბირინთი გვაქვს. ყოფის ამ მოგზაურების მიერ ჩანახატები, ხო, გრავიური. კარლას ერენეს მოგზაურობის ფოტო გრავიურა. ნუ მოკლედ შემეცნებითი ცენტრი გვაქვს. საგანმანათლებლო, ესეც ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ ნუ რუინით იწყება და შემდეგ უკვე თვითონ ამ სახლებიდანაც ძალიან დიდ ცოდნას და ინფორმაციას მიიღებ. ხო, თქვენ გაქვთ ხატია შექმნილი წარმატებით დროის პორტალი. მე ესე დავრწყობდი ამაში, იმიტომ რომ ყოველ ახალ სივრცეში შებიჯებისას რაღაცა ახალი ისეთ გარემოში შედიხარ, რომ გავიწყდება მართლა საიდან მოხვედი, აი წეღან სად იყავ. ხომ დიდი მოკლედ შრომა და დრო ახალი თავადი, აი მაგალითად ამ გრავიურით შეიძლება მიხვდე აქ როგორი ადამიანი შეიძლება ეცხოვრა ამ სახლში. კი. ხო, ესეთი ხედი აქვს და აი საწნახელების გამოფენა გვაქვს ასევე კოლექცია. რაც შეგვიძლია ვნახოთ. ყველაზე მაღალი შენობა რამდენი მეტრია საინტერესო აშკარად ის კოშკურა. უი, ეგ არ ვიცი, იქ ჩვენ ცხოვრობ წითელ კოშკის ნაწილში. მოფარებულად მოკრძალებულ მოფარებულად. ისე აქ რო გამოდიხარ თავადის სახლის აივანზე, რაღაცნაირად გინდება რომ დასჭეკო. მოურავ. ხო და იქით გვაქვს მოურავი სახლი, იქით თუ დაიძახათ. აი, იქით არის მოურავი. ვინმე გამოგხედავ. მაგრამ აი აქ შემოდით რომ სულ მაქვს მოლოდინო, საიდან რაღაც ახლა ფლოქების ხმა და ეტლის. ხო, ურბის. ხო, აი ძალიან. ხო, ცხენებამდე ეგეთი გარემოა რა. აი, საინტერესოა გაი რომ არანაირი შეხება არ გქონია სოფლის მეურნეობასთან. თბილისში ცხოვრობდით, იმ რუტინაში, თბილისურ რუტინაში. ცხოვრობდით რომ ამბობთ, ანუ აი ეს გულისხმობს რომ უკვე აქეთ ხართ გადმოსახლებული. ნუ ესე ვთვლით რომ აქეთ ვარ და მაინც იმიტომ რომ ბავშვები ყავს და სკოლაში დადიან, გვიწევს თბილისში ყოფნაც, მაგრამ გონებით ყოველთვის აქ ვართ, ამიტომ ხო, ძირითადად მაინც კახელებს ვეძახით უკვე ჩვენთან. ძირითადი საქმიანობაც უკვე აქაურობას უკავშირდება. პროფესიით სოციოლოგი ვარ და მუშაობდი სოციოლოგიის მიმართულებით, ასევე ჩემი მეუღლეც. და ნუ შემდეგ გადავწყვეტ ეს მიწა რო აღმოგვაჩნდა, გვინდოდა ისეთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასის, რაც ჩვენ გვიყვარდა, იმის იმ საქმიანობის დაწყება. და კავშირი ისევ და ისევ ღვინოსთან მივდივარ, რომ მეგობრები ყავდა, თქვა, ბუნებრივი ღვინის წარმოებლები და ეს ინსპირაცია მათგან წამოვიდა, რომ
ვენახს ვაშენებთ მხოლოდ ორგანულს და მხოლოდ ნატურალურ ღვინოს. ანუ ეს იდეა არც გქონიათ. ეხანდელი თქვენი ვენახი მთლიანად ორგანულია. ეს როგორ ბუფერული ზონები გაქვთ გარშემო სხვა მეურნეობებთან? დიახ. და უბრალოდ ჩვენ რო დავიწყეთ ვენახის გაშენება და რო ვთქვით რომ ჩვენ ამას არ ვწყამლით შხამებით და მხოლოდ ეს ორგანული იქნება და ბუნებრივ ღვინოს დავაყენებთ, ნუ აქაურები ცოტა ეჭვისთანით გვიყურებდნენ რომ ხო, მაინც მოიწამლება, იმიტომ რომ გვერდით. ისე ყურძნს ვერ მოიყვან. ისე ვერ მოიყვან. ისე ღვინოს ვერ დააყენებს საფურის გარეშე, გოგირდის გარეშე. 10 წელზე მეტია მეღვინე მევენახეობას მისდევთ? კი, აი 2017-ში მქონდა პირველი მოსავალი. საინტერესოა, თავიდან გამოგივიდათ ღვინო? ისიც ძალიან ისე შიშით ველოდით პირველს, იმიტომ რომ გვეგონა რომ პირველით ვარ გამოვიდა და ნუ მაშინ წარმომიგენია აი ეგ მოლოდი. 5 წლიანი მოლოდინი მინიმუმ, ხო რაღაც. ხო და პირველი 2017-ის გამოვიდა ძალიან კარგი, მაგრამ არც მარანი ქონდა ნორმალურად, გადახურვა არ ქონდა მარანზე და ღიაცის ქვეშ ვაკეთებდი, ძალიან გვინდოდა და ამიტომ გამოგვივიდა და მე უკვე მივხვდით რომ რა ჯიშებით დაიწყეთ ხატია? აქ გაშენებული გვაქვს ქისი, ხიხვი, მწვანე, მცვივანი, ვარდისფერი რქაწითელი და საფერავი. და ამის გარდა გვაქვს საკოლექციო ჯიშები, სადღაც 30-მდე, იშვიათი, რომლის სახელით შეიძლება გაგონილიც არ აქვს ბევრს. და დღეს უკვე რა ხდება აი ამ 2017-ის პირველი იმის შემდეგ, მოსავლის შემდეგ? ხო, მე გავიზარდეთ, ჩვენც ვისწავლეთ ბევრი. შეცდომების დაუშვით ალბათ. ძალიან ბევრი დაუშვით. ეხლა ყველას ვეხვეწებთ, რომ ვინც რამეს იწყებ, კითხეთ, რომ ჩვენი მოსაზრებაც გაგიზიაროთ, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს კითხეთ მართლა სანამ დავიწყეთ. კონსულტაციებიც გავიარეთ, სემინარებზეც ვიარეთ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ეხლა მოკლედ გვინდა რომ ყველას გავუზიაროთ, ვისაც კი რამე ჭირდება. თქვენც იგივე არ დაგემართოთ, ხო? ხო. მქონია ამ გზის, აი ამ ხანგრძლივი ჩვენი ისტორიის მანძილზე ფიქრებით, რომ მოდი ხوار დავანებოთ ახლა ამ ყველაფერს თავი და ხوار გავყიდოთ. რასა? ძალიან რთულია, კი ძალიან ბევრჯერ მქონდა. მაშინ ეს სივრცე არისო? ანუ ეს ყველაფერი არ არსებობდა, მხოლოდ ვენახი. არა, აი ერთი სახლი რო დავიწყეთ და უკვე ძალიან ბევრ სირთულეს შევეჯახეთ შენებლობის კუთხით. მე აი კარგი, არაუშავს გადავაგოროთ ერთი სახლი, ახლა მეორე დავიწყეთ. მაინც რა სირთულეები იყო? აი მაგალითად ხელოსნების მხრივ იმუშავებდნენ ერთი კვირა, მე მოვიდოდნენ იტყოდნენ რომ ან დაბადების დღეა, ან ქელეხია, ან ქორწილია და იმის შემდეგ ორი თვე არავინ აღარ ბრუნდება უკან. როგორი გავრცელებული ამბავია. ხო, და ნუ აი ამ მართლა ბრძოლაში გავატარეთ ეს წლები. ნუ რაღაცები კარგად გვახსენდება. ბოლოს ანუ ხელოსნები გაიზარდნენ თქვენთან ერთად თუ? კი, მართლა თქვენთან ისეთი ხელოსნები იყვნენ, რომ არაფერი არ იცოდნენ, აი დენის ფაზები, აი მეც კარგად ვერ ვარკვევი, მაგრამ ესენიც კი აქ ისწავლეს, აი დაგება ვთქვათ, ემიცი. ეხლა უკვე კარგი ხელოსნები არიან. დრო-დღირებული. ამ ყველაფრის შემდეგ. კი. მეღვინეობაში ვარ ძირითადად, ის არის ჩემი სფერო. იღებთ ხოლმე მონაწილეობას გამოფენებში? კი, გამოფენებში, ბუნებრივი ღვინის გამოფენებში, რაც რო ვაინს ვესწრებით ხშირად, ნუ როცა არის ამის შესაძლებლობა. და ზერო კომპრომაისი გვაქვს, დიდი ბუნებრივი ღვინის ფესტივალი, ამერი გვაქვს დეკემბერში, იმერეთში. ამ ღვინის ფესტივალებზე ზოგადად როგორი მოლოდინები გაქვთ ხოლმე ან განწყობები, აი რა ხდება ღვინის ფესტივალები, რა მნიშვნელობის არის საქართველოში თქვენი აზრით? იცით რა, ახლა ბოლო წლებში უკვე შეიძინა უკვე კომერციული დატვირთვაც და ინტერესით, იქიდან გამომდინარე რომ აი მაგალითად ამ წელს ზირო კომპრომაიზზე სადღაც 50-ზე მეტი იმპორტიორი და ღვინის ჟურნალისტი და მწერალი და მაგისტრი და არ ვიცი, ვინც კი მნიშვნელოვანი და ასეთი მოკლედ სფეროს დარგის წარმომადგენელი ყველა იყო ჩამოსული. წელს იყო მართლა რეკორდული რაოდენობა და ეს იზრდება ინტერესი ქართული ღვინის მიმართ. და ნუ ქართულ ღვინის წარმომებლებისთვის ეს არის ფავარი, ხო, რომ მათ კონტაქტები დაამყარონ. თქვენი ღვინო თუ გადის ექსპორტზე და სად შეიძლება რომ შემოგხვდეს საზღვარგარეთ? ამერიკაში, რამოდენიმე შტატში, ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, კალიფორნია. ანუ აფასებენ ამერიკელები ბუნებრივ ღვინოს და ადგილწარმოშობის ღვინოებს, აი ეს მცირე მაგრამ. მე სიმართლე გითხრათ,
არ შეიძლება სრულად გამომივიდეს, მაგრამ ქართველებზე მეტად ისინი აფასებენ. ხო, ესეც ხშირად მსმენია პრინციპში, ბუნებრივ ღვინოს რაც შეიძლება. ძალიან აინტერესებს და ძალიან ბევრ კითხვას გისმევენ, რომ ეს რატო არის, ეს ამას როგორ აკეთებს, რატო არის ტანინი, რატო არის სიღრმისეულად და მართლა ძალიან დასაფასებელია. ალბათ მე ღვინისთვისაც ხო, ნამდვილად დასაფასებელია, როცა ეს სიღრმეში შემოვა. ხო, აი ქართველებისგან რაღაცა ნაკლებად მიგრძნია ესეთი ინტერესი და ესეთი პატივისცემით, აი ისე მოდიან ხოლმე, რომ აი მეღვინე თვითონ მეღვინე ასინჯებს ღვინოს, რომ აი მათთვის ეს რაღაც ფანტასტიკის სფეროა და შეიძლება ეს იმიტომ რომ ჩვენ შეჩვეულებრივად დიდი პატივიც არის ალბათ, ხო, რომ ეს კი. მოკლედ შემოვიდით თავადის სახლის მარანში. როგორც ხატი გვეუბნება, მინი მარანია, ხო? ხო, ეს მხოლოდ ორ სახლს აქვს ჩვენ სოფელში, თავადის სახლს და კახურ სახლს, პატარა თავისი მარანი. სადაც სტუმრებს, განსაკუთრებულ სტუმრებს, ვისაც ღვინო უყვარს და პატივს სცემს, შეუძლიათ აი ღვინი პატარა ქვევრების თავზე, აქვე, ეხლა ჯერ არ გვაქვს პატარა ტაბლები და სკამები გვექნება, სადაც აქ თვითონ მიირთმევენ და გაატარებენ, რა ვიცი, სემონი. თავადის როლში არ გინდათ რომ აიყვანოთ ვინ. თი ვაკანსია ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ თუ გამოვაგზავნოთ. გიყურებ YouTube-ზე და გილაიქებ. პირდაპირ ვენახის წინ, აი ჯიშები, აი ეს გვაქვს საკოლექციო ნაწილი. აი საფენა, სირგულა, ჟღია. ბუერა გვაქვს, იყალთოს წითელი არის ჩემი აღმოჩენა და ყველაზე საყვარელი წითელი ღვინო. ეს მოთხოვნაც იყო, რომ საფერავის გარდა თუ გაქვთ რამე. აი ექსპორტიორებიდან ეს კი. ხო, ნუ საფერავი ალბათ უკვე იციან. იციან და ყველას აქვს და ცოტა და უცებ როებნეთ რომ გაქვთ ჟღია მაგალითად. ჟღია როგორი ღვინოა? ჟღია, იცით ახლა აქედან რო გითხრათ ყველა ძალიან კარგი ღვინო ყენდება, არ არის ეგრე. უბრალოდ ისტორიულად არ ვიცი, ღირებულია ძალიან, რომ ეს ძველი დაკარგული ჯიში აღადგინო. ნუ რამოდენიმეს გამოვარჩევდი რა. ჟღიას იმდენად არის. თქვენი ფავორიტი რომელია? იყალთოს წითელი არის. იყალთოს წითელი. რა ფერისაა? წითელია რეალურად? ალის ფერი, არ არის ძალიან მუქი წითელი, აი ცოტა ღია ფერი, რაღაც ალუბლის ფერია. ისეთია ცოცხალი. რამდენს აყენებთ ხოლმე ამ ღვინოს? აქედან ძალიან ცოტა, შეიძლება 50 ბოთლი გქონდეს, ან 20-იან საერთოდ არ გქონდეს. ერთი წელი იყო. წლის მანძილზე ყოფნის პირად მოხმარება. ძალიან ვუფრთხილდებით და მაგასაც არ ვსვამ და ბოლოს ვის ვუტოვებთ არ ვიცი, მაგრამ არ ვხსნით მაგ ბოთლებს. აი აქ უკვე აშკარად დუღს ცხოვრება, ხო? ხო, აქ უკვე ცივილიზაცია შემოდის. მოკლედ ხატია მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ თქვენ შექმენით სივრცე, სადაც მე ბუნებრივად რაღაცეები თავისთავად ხდება რა. თავისთავად ხდება, კი, აი ნამდვილად. ხელსაყრელი სივრცე შექმენით რაღაცეები. კი. და გრძელდება თან ეს ქმნადობა. სულ რაღაცას უკვე შეიძლება ცოტა ავადმყოფობაში გადაგვივიდა და აღარ ჩერდება. არა, ეს კარგი ავადმყოფობა გააგრძელეთ. ხო. იქ საბავშვო სივრცეა, რაღაც ფერად. გვინდოდა რომ ისეთი რაღაც ჯადოსნური და დიდი სივრცე ქონოდათ ბავშვებს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ მე სამი შვილი მყავს და მოგზაურობთ, თითქოს ბავშვის ადგილი არ არის ამ ქვეყანაში და გვინდოდა რომ ქონოდათ. ანაპია სოფლის ქალღმერთი ნიკო. ხო, არ ვიცი ქალღმერთია თუ ეს საიდან მოხდა თქვენ სოფელში? ეს იტალიიდან მოხდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. აი, აქ უკვე ესპანეთია. უგრელა. ეს მო პატარა კინოსოთახივით. აქ უფრო იცით რა გვინდა რომ ჩვენზე არა მეღვინეობაზე და მოდი ნიკა. მოდი. ეს ჩემი შვილია. გამარჯობა ნიკა. გადავიღოთ ფილმები. რაღაც მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რასაც მე აქ ჩვენ ვსმურებ. ვიმედოვნებ, რომ ეს გადაცემაც გავა ამ ეკრანზე. ხო, ეგ ნამდვილად. YouTube-ზე. ზემოთ რა ხდება? ზემოთ გვაქვს მუზეუმი. მუზეუმში. კონცეფცია მუზეუმის გვინდოდა ყოფილიყო რაღაცა ვაზის მიგრაცია, ღვინო, უფრო ფართო სურათი დაგვენახა საქართველოს
საქართველოსი რუკაზე და არა მხოლოდ თქვათ ის რომ მარტო ალბათ ამათ ღირს ეს სივრცე რა. ხო, ჯერ გვაკლია ნივთები და ბაგროვებთ და გვაქვს ხედი მარანზე. აუ ძალიან მაგარია. ეს ნუ იდეა ის იყო რომ ყველას მარანში არ ვუშვებთ ესეთ ქვემოთ. ნუ ყველა ტურისტი მარანში ვერ შემოვა. შესაბამისად ეს ესეთი კონცეფცია. მარანი წმინდა მოკლედ, ხო? კი, წმინდა ნამდვილად და ამიტომ რაღაცა ცუდი ძალიან შთამბეჭდავია. ხო. არ უნდა დაინახოს. შიდა სივრცეა კიდე ძალიან ლამაზი. ჩვენი ეზო. ძალიან ლამაზია. მანდაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეყვავს ადამიანები. დღეს ზუსტად ის შემთხვევა. ეტიკეტით ძალიან სამჯერ შევცვალეთ, მე განახლებთ ძველ ეტიკეტებს. შეიძლება. კი. თავიდან მქონდა რაღაცა უფრო ტრადიციულისკენ, კლასიკურისკენ წავედით და მე მივხვდით, აი ისევ ამ გამოფენების სიარული და გამოსილებით, რომ ბუნებრივ ღვინოს ხდება ცოტა უფრო ბუნებრივობა, რაღაცა ხალისიანი, ფერადი. და ეს იდეა არის, ეს ფიგურები ნაპოვნია ძველად გამოქვაბულებში, კლუბებზე, ადამიანების მიერ დახატული და გამოჩხაპნილი სხვადასხვა რეგიონში ნაპოვნი და ხატვარია რომელიც ეს შეაგროვა და ვთხოვეთ ჩვენთვის ეტიკეტის შექმნა და მე მგონი კარგი გამოგვივიდა. ძალიან სადაა და დახვეწილი, კი. ეტიკეტირებაც აქ ხდება როგორც ჩანს. კი, ეტიკეტირებაც აქ ხდება, ეს აი პატარა ხაზი გვაქვს, ჩვენი ჩამოსასხმელი ასე. ჩამოსასხმელი და ქვემოთ შეგვიძლია ჩავიდეთ ჩვენ მარანში. ულამაზესია. მოკლედ ეს არის მარნის ეზო, რომელიც წეგან ნახეთ. ანუ სამუშაო პროცესი აქ ხდება. რა მაგარი ქვევრია. ხო, აი ეს ქვევრი გვაქვს ესეთ სამწუხაროდ დაზიანებულია და ეს ქვევრი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ აი იდეალური ფორმა აქვს. ძალიან ლამაზია, ხო. ვეღარ ვიღებთ. ეს ძველია, ანუ კი, ეს ძალიან ძველი ქვევრია და ჩაგივარდათ ხელში, ხო? ჩაგვარდა ხელში და აქ რაღაც მუზეუმი ექსპონატად დავდგით. რა მაგარი ხმა აქვს? იმიტომ რომ ბევრს მაინც უცხოელ სტუმარს წარმოდგენა არ აქვს, რამხელა ქვევრი და ხო, მიწის ქვემოთ არის. ხო, მიწის ქვემოთ და მე გვეკითხებიან ხოლმე რომ ღვინო უნდა ამოიღო ქვევრი და ესე ასხავთ ღვინოს და მე ამას რო ხედავენ რომ ამას ვერ დაძრავ და მიწაში არის სამუდამოდ უკვე უფრო ნაცელი ხდება. შეა სამუდამოდ. ძალიან ინტერესო გამონათქვამი იყო. რაღაც ღვინოები დარჩენილი გვაქვს ზემოთ და ნელ-ნელა ქვემოთ გადაგვაქვს მე. მოკლედ აი ამის მეშვეობით გრილდება. ხო, ეს აი ბოლო წლებში გადავწყვიტეთ ისევ ექსპერიმენტად, მხოლოდ 10 ქვევრზე გავაკეთეთ. იმიტომ რომ აი დუღილის დროს ტემპერატურა ხანდახან გარბის 20 გრადუსამდე. წყალში ჩაგვეყაროს ყველაფერი. კი, ნუ ძალიან სარისკოა ღვინისთვის და ამიტომ ესეთი რამე მოვიფიქრეთ. აქ არის ჩვენი დასაძველებელი მარანი. ეხა მიწის ქვეშ ვართ რამდენიმე მეტრზე? კი, ეხა მიწის ქვეშ ვართ -6, სადღაც 6 მეტრით. ძალიან იცვლება ბუნებრივი ღვინო, ეს არ არის რაღაც ქარხნული, რომელიც ერთნაირი იქნება ყოველ წელს. განსხვავებულია და პერიოდულად, აი წლიდან წლამდე ვითარდება და იხსნება და ვითარდება და ღვინდება, მართლა აი დაღვინება, რასაც ნიშნავს. კარგი ტერმინი. ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა ჩვენთვის, სადაც ვაძველებთ, ვაყოვნებთ. სტაბილურობის თვალსაზრისით, აი დავაკვირდებით, თქვათ, რამდენად რაღაცა იმართება, არ ემართება. თუ რაღაცას შევხედეთ, დავინახეთ, რაღაცა მოხდა, არასწორი პროცესები დაიწყო, შემდეგ უკვე კასრებში გადაინაცვლებს გამოხდილი სახით რა, აი სპირტი გვაქვს მომხუთი. აი ღვინოსთან ურთიერთობას როგორ დაახასიათებდით თქვენ, როგორც მეღვინე და ბუნებრივ ღვინოსთან მუდმივ შემხებლობაში მყოფი. თავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაკვირვებას, ჩემ ისე პროფესიიდან გამომდინარე, როცა სოციოლოგი ვარ, დაკვირვებას ვაწარმოებ ყველაფერზე და უფრო აი ბავშვების აღზრდას შევადარებ, ჯერ არ ვიცი, ორსულობიდან დაწყებული, აი ბოლომდე ძალიან გავს ეს პროცესი, არ ქვევრის ის და თან არ მთავრდება? თან არ მთავრდება და ხო და იზრდება ზუსტად ადამიანივით არის, ყველას თავის განსხვავებული ხასიათი. აი ეგ საჭირო ნივთია ნამდვილად. ჩავიხედოთ, აბა აქ რა ხდება. ოფისქსელებია. ხო და აქ გვაქვს მოკლედ ღვინოები 20 წლის, ზოგი 19-ის. აი 19-ში მაგალითად რომ დავწურეთ და იმ წელსვე გავსინჯეთ ეს ღვინო, ძალიან არ მომეწონა, აი რაღაცა არ ქონდა არც ხასიათი, არც
აი არანაირი ემოცია არ მოდიოდა და ეხლა ვიფიქრეთ რომ ის სად წავიღოთ ამდენი ღვინო და მე კიდევ კარგი რომ მივხვდით და რომ დავლოდებოდით, დავხურეთ ეს ქვევრები და რომ შემდეგ გახსნაზე ფანტასტიკური გახდა ყველა. ამიტომ მოკლედ დრო ამდიდრებს. დრო ამდიდრებს და უნდა მოთმინება გქონდეს თუ მეღვინეს, მეღვინეობაში გინდა ყოფნა. ხო, სწრაფ-სწრაფად არაფერი არ ხდება, ამიტომ აი სად შევდივართ და ჭაჭის სახლში. აგვაქვს ჭაჭის სახლდელი. აი ეს მაგიდები თავიდან რა იყო, სანამ მაგიდები გახდებოდა? მე როგორც ვიცი, იყო საბძელები. ესეთი მასიური ხილი, ხო? ადამიანები სამწუხაროდ შლიან რეგიონებში, ზოგი რაჭიდან, ზოგი რა ვიცი, ლაგოდეხიდან და შემდეგ არ ვიცი, ყიდიან. აი ამ ყველაფრის ინჟინერია ვინ გააკეთა? აი რა საიდან წავიდეს, იქ წყალი, როგორ გაგრილდეს? ესე კითხვა კითხვით, მოკითხვით. ხო, ჩვენ მეღვინეთ ყავს, ანუ მე და მეღვინე ვართ ესე გუნდი. აქ გვექნება ქორწილებისთვის და კონფერენციებისთვის და ეს არის ესეთი მოსასვენებელი ოთახი. სადაც აი ჯაზ საღამო გავმართეთ ერთი ცალი და ძალიან მინდა რომ ხშირად გქონდეს. დაუკარი. დაუკარი. არც ის დაკრო, არა უშავს. ვაუ. აქ ბარი გვაქვს და აუ როგორი რადიკალურად განსხვავებული სივრცეებია. ხო, აი ხო იგრძნობა. და აქეთ მისი უდიდებულესობა აუზის. ხო, აქეთ აუზი გვაქვს ისეთი ყველაზე დამალულ ადგილას. თუმცა აქაც როგორი სილამაზეებია ეს. ხო. კერამიკა მაგალითად ულამაზესია. ხო, აი სვეტები, რაღაცა მაინც განსხვავებული არის და ფორმაც და შუაში ხეები ჩავკით და კი ყველას უკვირს რომ იქ ფოთოლი ჩამოვარდება. მაინც ყველა მიჩვეულია ცოტა შეჩვეულები არიან, ისეთ თითქოს უფრო ევრო რემონტს ვეძახი მე და ძალიან არ მიყვარდა. ხო, ევრო რემონტს არა უბრალოდ ჩავარდეს ფოთოლი და ირმის ხარი და ვარდისფერი ყვავილები იქნება. ეს სიბინძური არ არის, ხო? აი ეს მაგალითად ხატია თქვენ მიერ არის გაკეთებული თუ საიდანვე გადმოვიდა? არა, ეს დეტალი მაგალითად რაღაც საძველი საწოლის ნაწილია, თავი, რომელიც ჩვენ საწოლად, იმიტომ რომ საწოლი არ არსებობდა, მაგრამ ეს ნაწილი ვიყავით და გამოვიყენეთ აქ. ძალიან ბუნებრივია და ძალიან მოხდება ამ სივრცეს. ამ სივრცის სახელი რა არის თუ არსებობს ეგეთი? როგორ მოიხსენიება? ლაუნჯი, მაგრამ არა საინტერესოა ლაუნჯი და ფიქრობ არ უხდება ანაპიასტობა. ხო და რითი შეიძლება ჩავანაცვლო ეს სახელი. ის სივრცე მაგალითად საკონფერენციო რო ისიც ვიფიქრე რომ გალერეა დავარქვათ, მაგრამ იქაც ესეთი საინტერესო გრავიურები გვაქვს და ანაპიას გალერეა იქნება იქ. და ამ სივრცესაც რაღაცას მოვიფიქრებ. სულ ბოლო ეს არის გაჩერება, იმიტომ რომ ეს თავიდან არ ქონდა საერთოდ გეგმაში და არც პროექტში არ ქონდა. მე უბრალოდ მოითხოვა სივრცემ ცოტა დიდი იმისთვის რომ ცოტა სამუშაო გარემოც გაიმართოს. ხო, კონფერენციები, შეხვედრები, რაღაც სემინარები, იმიტომ რომ გვინდა რომ ისევ რაღაც აი ძალიან განსხვავებული სივრცეა, არსად რო არ მინახავს ისეთია. აი ეს სვეტებიც მაგალითად ეს რასაც ხედავთ გარედან რითიც არის შეფუთული, მქონდა დაწურვის სივრცეში, სადაც აი მარანთან ვიყავით იატაკზე. იმიტომ რომ ვეცადეთ დიდი ხანი ვეცადეთ ისეთი შეგვეღება ისე რომ არ დაჟანგებულიყო ყურძნის წვენისგან. ეს ვერ შევძელით და სადღაც 5 წლის წვალების შემდეგ დავნებდით. ჟანგი ძალიან მოხდება. გამოვიყენეთ აქ. ძალიან მოხდება ეს ჟანგი. და იქ კარს განახებთ კიდე ამ დეტალების განაწყობილს ძალიან ლამაზი. მაგალითად ეს ცალკე დეტალია, მე რომელიც აქ გამოვიყენეთ. რომელიც ცალკეც იღება, ხო? აი. ოი როგორი. ეს მასიური. ძიმე და მასიურია. აი ხა ეს კუთხე არის ძალიან ლამაზი. ეს ვისი იდეა იყო მაინც? ეს აი ჩვენი მხატვარი? აი ეს ფორმები? აი ეს კონკრეტულად რო აქ კუთხეში ყოფილიყო ეს. ხო, ეს მხატვრის. ჩვენ მხატვარს გავუჩნდა. ყოჩა მხატვარო. ხო. თქვენს მეცით თავისუფლება. ხო, კი. იმიტომ რომ აი როცა რაღაცა თანამშრომლობა მაშინ გამოდის, როცა კარგად ხვდებიან შენ რა გინდა. კი, ჩვენ ძირითადად თავისუფლებას ვაძლევთ და თუ ხედავთ ყოფილია ხათია. ხო, ესეც აქ გავაკეთეთ ჩვენ და ეს არაფერი რაღაც ნაყიდი და ჩამოტანილი არის. შეკვეთილი და ჩინეთიდან ჩამოსული არაფერი არის.
ეს თავადის ფანჩატურ და საჩრდილობელი არის, აი ულამაზესი და აქედან ისე მოჩანს ხელის გულივით ეს ვენახი. ამ ადგილს ვერ გაექცევი ალბათ რა. ძალიან კარგია. საკუთარ მამულებს უყურებს თავადი. ესეც ფერმა და სახლის მორიგი ეპიზოდი ანაპეას სოფლიდან, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ორივე მიმართულება, რომელიც გვაინტერესებს, მეურნეობა, ვენახის სახით და არქიტექტურა გამორჩეული სივრცის სახით. გირჩევთ, რომ ყველა მოინახულოთ ანაპეას სოფელი, ასევე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ფერმა და სახლის არხი იმისთვის, რომ უფრო საინტერესო, უფრო მეტი საინტერესო პროექტი დაგათვალიერებინოთ და ასევე მოგვაწოდეთ საინტერესო პროექტების და საინტერესო ფერმერების შესახებ ინფორმაცია.